ახალთიციხე. ხო, ასე ქვია, ახალთიციხე, ოღონდ ადგილი ახალთია. აჰა. ახალთიციხე, ამ ადგილს ქვია ახალთიო. ეგეთ? ახალთი. ხო, კი. გზა პარხალისკენ. ჩვენი თანამგზავრი გახლავთ ისტორიკოსი, ტაოელი ქართველი ბატონი იაშარ გიულერ-მჭედლიშვილი. მისი სტუმრები ვართ ამჯერად. ამიტომ მეგზურობა ეკლესიისკენაც გაგვიწია. სარიგოლი ქვია ახლა ამ სოფელს, ხო და ეს არის სარიგოლის ცენტრი. პარხალის მახლობელ სოფლებში შემონახულია ძველი სახელგანთქმული რუ, რომელიც სოფელ უთავოსთან იწყება, კობაკის ახლოს იგივე კობაი და სოფელ ზავრიეთში მიემართება. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იგი კლდეშია გაჭრილი. ამ რუს გაყვანას თამარ მეფეს მიაწერენ. მეგობრებო, პარხალის ხეობაში ვართ. ეს მდინარე პარხალი არის. ეკლესიაზე უნდა ავიდეთ ახლა. მოვინახულოთ პარხალი. მოგესალმებით ძვირფასებო. პარხალის ხეობაში ვართ. აი მდინარე პარხალით აქ ჩამოედინება უკან. მივდივართ ახლა პარხალში. პარხალის ეკლესიაზე და აუცილებლად იქიდან შემოგთავაზებთ ლამაზ ვიდეოს. მდგომარეობაშია. ხონდა მოიკიდე. არხით 4 თავი აქ დაიწერა, სახარება 4 თავი პირველად აქ დაიწერა. 4 თავი, ხო. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში. მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის, პარხალის წყლის ხეობაში, ლაზისტანის, ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე, ქალაქ იუსუფელიდან 40 კილომეტრში. აქამდე ტაძარში მოქმედებდა მეჩეთი. ბოლო 2 წელია მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. პარხალის საინფორმაციო დაფა. ეკლესია აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კათოლიკონად. მისი აგება ერთობლივად დაიწყეს ტაოს მმართველმა ძმებმა, ბაგრატ ერისთავმა და დავით მაგისტროსმა 961 წლიდან. ნაგებობა განასრულა დავით მაგისტროსმა, შემდგომში უკვე დავით კურაპალატმა 973 წლისთვის. ამას მოწმობს პარხალის 4 თავის ანდერძიც. პარხალის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება 4-თა ეკლესიას და მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. კედელზე ეკლესიის მაშენებელნი მოიხსენიებიან, მაგრამ პარხალის მე-16 საუკუნის წარწერები უფრო სხვა რამით არის მნიშვნელოვანი. აქ ისეთი ტერმინები გვხვდება, რაც მანამდე ქართულ წერილობით ძეგლებში უცნობი იყო. პირველად ფიქსირდება ლაზურ მეგრული სიტყვები. პარხალში შიგნითაც მრავალი წარწერა ყოფილა, მაგრამ მე-16 საუკუნეში როგორც ბაზილიკა ოსმალთა ხელში გადავიდა. არა. როგორც იყო ისე აი ფრესკებია ოღონდ შეხედე რა არის იცი? შეხედე ასე ნალესი ხო იყო, იმაზე იყო, მაგრამ ფრესკები და ხატული და გინ ჩამოყრილი ფრესკები. კი. ის არის შემორჩენილი ახლა წინ თუ რამე შეიძლება მოიკითხო იქიდან ფრესკების სახით, აი ეს რაც არის, ეს არის შემორჩენილი. მისი შიდა კედლები მთლიანად შეუთეთრებიათ და ეკლესია ჯამედ უქცევიათ. ამან არქიტექტურული ძეგლი განადგურებას გადაარჩინა. პარხალს ბოლო წლებში რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარეს. პარხალში დამუსლიმანებული ქართველები ცხოვრობენ. ქართული მხოლოდ მოხუცებს ესმით. იმავე დროს მეზობელ სოფელ კობაკში, იგივე კობაიში, დიდი და პატარა ყველა ლაპარაკობს ქართულად. ისევე როგორც ხევექში, იგივე სოფელ ხევაიში, რომლის მოსახლეობაც სანახევროდ ფარულად ქრისტიანულ წარსულს აღიარებს. გიორგი ყაზბეგის მოგზაურობის დროს მათ ჯერ კიდევ ყოლიათ მართლმადიდებელი მღვდელი. მე-10 საუკუნეში პარხალის მონასტერში გაბრიელ პატარაის ვედრება დაიწერა. მის მიერ შექმნილი წიგნი განსაკუთრებით ძვირფასია.
ფასეულია თუნდაც იმით, რომ პარხალის მრავალთავი პირველი კრებულია, რომელმაც ორი უძველესი თხზულება, შუშანიკის წამება და აბოტ-ფილელის მარტვილობა შემოინახა. ეკლესია მრავალმხრივაა საყურადღებო თავისი კარგად დაცული არქიტექტურით, ნაქანდაკევი დეკორით, მოხატულობითა და მრავალრიცხოვანი წარწერებით. მათ შორის ყურადღებას იპყრობს ქვისმთლელი ოსტატების წითელი საღებავით შესრულებული რამდენიმე ათეული ნუსხური წარწერა. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამწერლობო კერას.